გამარჯობა ჩემო კარგებო, მე ვარ ხათუნა, ციფრული ფსიქოლოგი და ვეცდები რომ ამ მოკლე მონაკვეთში აგიხსნათ თუ რა არის ნუმეროლოგია და ციფრული ფსიქოლოგია, რა კავშირი აქვს მას ადამიანთან და როგორ ხასიათდება და როგორ განისაზღვრება კოდები, რომლებიც არის ჩვენს დაბადების თარიღში. მაგალითად, ახლა მე მოგიყვანთ ჩემს დაბადების თარიღს, მე დავიბადე 20 მარტს 1988 წელს და როგორც წესი, მე ვარ ორიანი. ჩვენი მატრიცა შედგება 5 სექტორისგან. პირველი სექტორი ეს არის ყოველთვის ჩვენი ნიჭი და ტალანტები. მეორე სექტორი ეს არის ჩვენი გვარი, თუ რატომ მოვედით ჩვენს გვარში. მესამე სექტორი ეს არის ჩვენი ფინანსური კარმა, ანუ თუ ის რა სად შეგვიძლია მოვახდინოთ ჩვენი თავის მაქსიმალური რეალიზაცია და სად არის ჩვენი ყველაზე დიდი მასშტაბი. მეოთხე ეს არის ურთიერთობები. არა მხოლოდ პირადი, ეს არის საერთოდ ის როგორ გვხედავს ჩვენ საზოგადოება, როგორ ვავლენთ ჩვენს ხასიათს და მეხუთე ეს არის ჩვენი ჯანმრთელობა. რამდენადაც ეს მოგწონს თუ არ მოგწონს, ჩვენ შევდგებით ჩვენი მშობლების გენებისგან. მასში გაერთიანებულია ჩვენი მშობლების 7 თაობა და როდესაც ადამიანი ცხოვრობს მინუსში თუ პლუსში, მერე ეს გენები ვლინდება ამის და მიხედვით. თითოეულ სექტორში თუ დავაკვირდებით, გვაქვს სამკუთხედები. ეს სამკუთხედებში არის გარკვეული რიცხვები, კოდები და ამის მიხედვით ამ რიცხვთა კომბინაციით განისაზღვრება უკვე ადამიანის ხასიათი. ამის და მიხედვით ჩვენ უკვე ციფრულ ფსიქოლოგიაში ვავლენთ ადამიანის ხასიათს, თუ რა ნიჭი აქვს მას, სად არის მისი მაქსიმალური მასშტაბი, რა ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც ის თავის პროგრამებს მინუსში ცხოვრობს და ასე შემდეგ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც მინდა რომ გითხრათ. პირველი სექტორი აქტიური არის ჩვენი დაბადების 18 წლიდან 25 წლამდე, 25 წელს უკვე ერთვება მეორე სექტორი, ის აქტიურია 35 წლამდე, 35 წლის მერე უკვე გვერდება მესამე, მეოთხე და მეხუთე სექტორები. და თუ ჩვენს პროგრამებს მინუსში გავდივართ, მერე ამ პროგრამების დამუშავება ძალიან რთულია, ცხოვრებისეულად გვექმნება ძალიან ბევრი პრობლემები და ამის მერე უკვე ვარდებით ჩვენ შუახნის დეპრესიაში და კრიზისში. კიდევ რა შემიძლია რომ გითხრათ, 17 წლამდე ბავშვი ცხოვრობს მშობლების კარმაში და როდესაც ესა თუ ის ბავშვი გარკვეული დაავადებას ატარებს, ეს ძალიან ხშირად მისი მშობლების მინუს პროგრამებზე მიუთითებს. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ გვერდი და დამიკომენტარეთ. ძალიან დიდი მადლობა.